მაყურებელს რო არ შეეშინდეს, რომ ჩვენს უკან არის ცხოველთა მეფე, რომელიც ჩაწერას ესწრება და გვიყურებს. როდესაც ვაკვირდები, ბავშვებს არ აქვთ ხოლმე შიში და ზიზღი რაღაც სახეობების. კი. და მხოლოდ დასწავლით იწყებენ ისინი რაღაცების მოძულებას. აბრეშუმის მუზეუმში ვიყავი საკვირაო სკოლაში სტუმრად მისული და ვიცი რომ ზოგადად ბავშვებს აინტერესებთ ქვეწარმავლები და წავიყვანეთ ზურგჩანთით 2 გველი. ანუ ბავშვი რაღაც არის ესე შემორაგული საზღვრებით, რომ არაფრის გაკეთების შესაძლებლობა იმას არ აქვს. ხო, იმას უკრძალავენ, კაცო დაანებე, ვეუბნებით თავი ჩადგეს ამ გუბეში ან გაგორდეს ამ ტალახში და მგონია რომ ესეც აი ამდენ რაღაც შეზღუდვა დაწესებული ბავშვი რაღაც ასაკიდან გარკვეულ თავისუფლებას რომ მოიპოვებს, უცბად ამოხეთქავს ხოლმე ეს ამდენი შეზღუდვა, რომლის მოთმენაც უწევდა. ცხოველი არ არის სათამაშო, რომლითაც გაერთობი და მე ჯეში გადააგდებ, ამიტომ თუ მოგყავს ძაღლი, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ ძაღლს ჭირდება მოვლა, გასეირნება და ასე შემდეგ და თავიდანვე უნდა გადავწყვიტოთ, გვაქვს ამის თავი თუ არა. გაუბრაზდი, აი ძალიან მკაცრი ტონით უთხარი, რომ რა შეგვივით, გამიშვე ხა ხელი და გამიშვა და წავიდა. როცა შეხედე დაუცხაცხანე, რომ რა შვებიმეთ, ანუ არც გავიძებ და ესე ვიდექი. საინტერესო რამე თქვით, დაკვირვება მიყვარს ადამიანებს. არა, საინტერესო რაღაცებს ვამბობ თქვენ რომ მოგისმენთ. ვიდა და ხოლმე აპიპინებ და რაღაც თავისი სიგნალი ქონდა სპეციფიკური და ეს კიმო შოკოლადის მაროჟნიე დაი და ოსილებს ესმის ალბათ ჩვენი ხმა და აი ასე ვიქცევი მე უცხო თუ შემოვა ჩემ ტერიტორიაზე. ვებხვების მომთვინიერებელი და მგლების ოჯახში მიღებული მზია შარაშიძე იყო მამების დროს სტუმარი. დავამთავრე და ძალიან დიდი მადლობა თქვენ. არა და საინტერესო იყო. კიდევ ვიჯდებოდი აქ 1-2 საათი. მამების დრო ყოველ 4 შაბათს 20 საათზე.